სამცხე-ჯავახეთში ფიცი დაიდება ფოკაში, საიდანაც ქრისტეს რჯული შემოვიდა საქართველოში, წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერთან. ფოკაში ფეოდალური ხანის ქართულ სოფელში ისტორიის ქარტეხილების გამო საუკუნეების მანძილზე აღარ აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. მხოლოდ 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააარსა ახალი მამათა მონასტერი. მალევე აღადგენინა მე-11 საუკუნის ქართული ტაძარი. საპატრიარქოს დაუქვემდებარა და წარგზავნა იქ დედები, როგორც წმინდა ნინომ ძლია სულიერების უდაბრნოს და ქართლს ნათელი მოჰბინა, მის მსგავსად მაშინ ჯერ სულ ახალგაზრდა მონაზვნებმა ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით გაუდაბურებული ფოკა აყვავებულ ბაღნარად აქციეს. ზღვის დონიდან 2080 მეტრის სიმაღლეზე ზაფხულის მწველი მზის ქვეშ და ზამთარში ყინულოვან უდაბნოში რწმენითა და სიყვარულით უკვე თითქმის 40 წელია, რაც წირვა-ლოცვა აღევლინება წმინდა ნინოს სახელობის მონასტრებში. ფოკა იმ უმშვენიერესი იმედის სხივის სახეხატია, რომელიც უკვე 1700 წელია წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას.